კიდე ერთი ეპიზოდი ლონდონიდან. ეს არის გასვლის შეხვედრის ყველაზე არასტანდარტული გამოშვება, იმიტომ რომ ამ გადაცემის განმავლობაში არ გვეყოლება ადგილობრივი მასპინძელი სპორტსმენი, რომელიც რომელიმე აქაურ გუნდში თამაშობს. და მაგიტომ მგონია რომ რაღაცნაირად ძალიან მრავალფეროვანი ეპიზოდი უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ ამ დღეების განმავლობაში შევხვდებით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პროფესიის მქონე ქართველებს, ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ქალაქში ახერხებენ საკუთარი ოცნებების ასრულებას. ამ ეპიზოდის განმავლობაში ვნახავთ აქაური მედიის power brands BBC-ს. ვეცდებით რომ წავიდეთ უიმბლდონზე, ვნახავთ აქაურობის მთავარ ღამის კლუბს, მთავარ თუ არა ერთ-ერთ ყველაზე cool და ტრენდულ ღამის კლუბს და ასევე ვნახავთ არსენალის კულისებს. რატო, ვისი მეშვეობით და როგორ, ამას უკვე ეპიზოდის განმავლობაში გავიგებთ. იქამდე კი ძალიან მარტივად ერთი კლიკით შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი და წავიდეთ ლონდონის ქუჩებში. გამო. Papa, era da guaguianda. Leo. Maria, mi stai siamo. Tu metti, siamo. Please. Papa. ხოჩი მე ზოგადად ამერის ერჩებინა და რაღაცები წამეკითხა და ეს ბზენის სახით მე თქვა რომ ლონდონის სოფლიოში ყველაზე ძველი საჩუქრ ტურნირი რაღაცა, მაგრამ როგორც არის ბუნებრივად აზზე არა ვარ რა. შემოდა გამარკვე ხა ამ რაღაცა დროის განმავლობაში რაც გვაქვს ერთად გასტერებელი, სად გადაწყვიტე რომ ჩოგბურთი საქართველოში ბათუმში ბავშვობაში და შენ ბავშვობაში ტარდებოდა Ladies Open-ი თუ რაღაცა, ხო? კი, ნათამაშები მაქვს. მე ბათუმელი ვარ ზოგადად, ხო. ხო და აქ ლონდონში ნათლია ჩემი ცხოვრობს. ხო. და სულ ჩამოდიოდ ხოლმე, ანუ მაგათთან სანახავად უბრალოდ და მისი შვილი თამაშობდა ჩოგბურთს, ანუ 8 წლის ვიყავი და ერთხელ წავყევი უბრალოდ ვარჯიშზე და აუ მეთქი ეს რა მაგარი სპორტია თქო და ანუ დედაჩემ თქო რომ მეთქი რომ ჩავალთ საქართველოში, შემიყვანე მეც თქო რა, ასე რომ ანუ ამ ქვეყანაში გავიცანი რეალურად ეს სპორტი, იმიტომ რომ საქართველოში დიდად არც ანუ ეხლა თუ არ დადიოდი მაგ პერიოდში დიდად ხალხი ეგრე ძალიან არ ლაპარაკობდა არც ჩოგბურთსა და არც არაფერზე რა და მე რო დავიწყე საქართველოს თამაში, აი ძალიან შემიყვარდა თამაში უბრალოდ, არც უყურებდი, არც არაფერი, ხო. აი ძალიან შემიყვარდა და აი ყურებით ეხლა ამ ბოლო დროს დავიწყე, თორე ანუ ამდენი წელი დიდად აი ყურება არ მაძლევდა სიამოვნებას რა, აი რაღაცნაირად ცოტა მოსწყენი სპორტი იყო ჩემი აზრით, მაგრამ ეხლა ამ ბოლო დროს ძალიან ჩავერთე და ძალიან უყურებ ხოლმე ყველა თამაშს. მაგარი ცნობილი მოსმენია შენ. ერთი ვიცი რომ თავიდან ჯერ წელს ყველაზე პირველი ნიშნები იყო ამისი საფრანგეთში რა, მაგრამ მე რაღაცა ინგლისმა მოიგდო ხელში და ეხლა სადაც მივდივართ ეგ ადგილი არის ყველაზე ძველი ტურნირის რაღაც სახლი, ხო? ხო, ну აი უიმბლდონი არის აი არ ვიცი, აი ჩოგბურთს რო იწყებ, ალბათ შენი ოცნება არის, რომ ოდესმე უიმბლდონი მოიგო და ითამაშო და აი ყველაფერი, ხო და უიმბლდონი რადგან ბალახის კორტები არის, ანუ ეს ბალახის კორტები ხო ძალიან მალე ფუჭდება ზოგადად და საკვალიფიკაციო ეტაპი არის სულ სხვა ადგილას. ანუ აი ჩემს ეხლა სადაც ვიყავი 5 წუთი არის მანქანით, ოღონდ სულ სხვა მხარეს. ასე რომ ანუ თუ კვალიფიკაციას არ გაივლი, ან ვერ გაივლი, ანუ შეიძლება ცხოვრებაში ვერ მოხვდე იქ სადაც ეხლა ჩვენ მივდივართ რა. ანუ ამბობ რომ უიმბლდონი ნათამაშები გვაქვს, მაგრამ რეალურად არ გაქვს ნათამაშები, იმიტომ რომ არც ხარ ნამყოფი. შესაძლოა ხარ ნამყოფი. ხო, ზუსტად. მაგრამ ერთადერთი ანუ ჯუნიორებში საკვალიფიკაციო გავიდა წყურებში ფინალი ვითამაშეთ და მომიწია რომ ანუ ამ დედა უიმბლდონზე წასულიყავი და ანუ ძალიან მაგარი გამოცდილება იყო და ეგ არის ეხლაც ანუ იდეაში ოცნება რომ ანუ საკვალიფიკაციოს რო თამაშობ უიმბლდონს თუ გაივლი აი ყველაზე მაგარი გრძნობა არის იმიტომ რომ უკვე მართლა იმას თამაშობ რაშიც იყავი თავიდან რა და ეს სახლები ყველა არის აი წარმოიდგინე უიმბლდონის პერიოდში ზოგი აქირავებს აი მთელ სახლს და შეიძლება ფედერერი ცხოვრობდა ხოლმე მთელ თავის გუნდთან ერთად სახლებს ქირავენ ხოლმე და ანუ აქვე რჩებიან რა არა, აქაურ ბალახზე გიждები რა, რაღაცა არსად ეგეთი მწვანე არ არის ბალახი. ინგლისური მწვანე არის, სულ სხვანაირი მწვანე, იმიტომ რომ არის evergreen, ჯერ ერთი სულ მწვანე არის. ამ ბალახმა იცის რომ უნდა იყოს სულ მწვანე. ზამთარშიც, თებერვალშიც და თვითმფრინავიდან არც ერთი ქვეყანა ეგრე არ იწვება, რომ თვითონ არის როგორც ინგლისი, რა, იმიტომ რომ სულ მწვანეა და ალაგ-ალაგ ეს მწვანე მინდვრები არის დახაზული ეგეთი ღრუბლისფერი ზოლებით. ლონდონს რო გადმოხედავ, თვითმფრინავიდან სულ ჩოგბურთის კორტები არის, აი. შენ ჩოგბურთს ხედავ და მე ფეხბურთს. Tu ane mindor, tu imi sueti shia
მოიცა აქედანაც გავხედოთ იმას რა. აი ხო. აი ეს განახლებული ცენტრალური კორტი, განახლებული. რეაბილიტაცია უტარდება და მაგიტოა შეგვიშვეს. რეაბილიტაციაზე დაკვდა რა და ვერ იყო ფორმაში და მოერიდა რაღაც ხალათით იყო საშინაო. მაგრამ აი ეს თავარი რაც ჩანს, ეგ არის ის უზარმაზარი კორტი. აი ეს არის კორტი, ხო, ცენტრალური კორტი. თელი სამყაროს ცნობობა იკრიბება ხოლმე წელიწადში ერთხელ და ზუსტად. დედოფალი და მეფე და ყველა. სადღა არის დედოფალი. აი აღმართზე რომ მივუყვებით ეგ უკვე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ლონდონში აღმართზე არ ვარ ნამყოფი არასდროს. ანუ მართლა, აი ხლა ამ პატარა აღმართზე შეიძლება მთელი ლონდონი დავინახოთ, აი ისეთი ისტორია არის. იმიტომ რომ აი Notting Hill-საც ხო Notting Hill მაგითო ხერო, მეუბნება რომ ბიჭო მაღლა აღმართი არის, მთა არის და მე საერთოდ ვიგრძნობ, აი მართლა ოდნავად ვიგრძნობ რომ მთა არის. ეს აი თბილისისთვის ჩვეულებრივი ქუჩა არის და ამათთვის აი რა საყვარელი უბანია ბიჭო რა. მელეხები. Footpath to Merritt Road. ნახე რა მაგარი ადგილია, შეხედ. აჰა. Dairy Walk, ნახოთ. Dairy Walk არის, რა ქვია რა, რძის პროდუქტის სასიარულო რძის პროდუქტის ბილიკი. ხო. აუ. ცოტა 64-ით არის, აჰა. აქ არასოდეს ცხოვრებაში არ ვარ ნამყოფი ამ იმაზე. აგიკვირდება და არც მე. წარმოიდგინე აქ ვცხოვრობ. ანუ ეს სახლები უყურებს უიმბლდონს, წარმოიდგინე. ეხლა ისეთ ადგილას შევდივართ, რომ მე უკან აღმართზე ახლა მოგვიწევს. რო არ მოგატყუა საერთოდ ასეთი არ ვარ საჭირო. ცენტრი სადაც მიდიოდი, სად არის დავუყინოთ და აი ზევით უნდა. ალბათ შეგვიძლია ქვევიდან მე მარცხნივ და ზევით. Okay, wait. არა, ძალიან ნორმალურად მივდივართ პირიქით. ხო და აქ რა მოწონს, იცი რა, ყველა უბანი თავისი ქალაქი არის რა. კი, შიგნით ცენტრალური უბნებიც ეგეთი არის რა, ყოფადისი. თავისი ჰაი სტრიტი, თავისი რა. ხო, პატარ-პატარა სოფლების და ქალაქების ერთიანობა არის ლონდონის ჯამში. ეხლა რიჩმონდში თუ წავალთ, ეგრო საერთოდ ქალაქი არის და ეგრო პარკად ითვლება და არა რაღაცა ტყედ, ანუ ძალიან მიყვირს არა აი. კი, ხო არა, რიჩმონდში ხარაც wildlife არის. მელიებიან, ირმებიან რაღაცა სიყვებზე აღარ არის საუბარი. ზუსტად. სიყვები აი ჰოლანდ პარკშიც არიან იმისავე, ხო იცი? კი. მათხოვრებივით არის რომ მიდიხარ დაგიდგებოთ სიყვი და მომიტანე რამე სულ გიყურებ. ესეც ნახე რა საყვარლობაა. გასვლითი შეხვედრით ლონდონში ბოლოს გავლით ვიყავით და მაშინ აქედან შოთი არველაძეს ანახავად მედიოდით გლაზგოში. ის ეპიზოდი სამ ადგილას დავიწყეთ რიჩმონდში, ტედ ლასოს სამყაროში. და მაშინ დავიჩივლე რომ სამწუხაროდ იმ დროისთვის ინგლისის არც ერთ საფეხბურთო კლუბში არ ყავდა ქართული ფეხბურთელი. დღეს ისე როგორც ბევრი სხვა მიმართულებით ეს რეალობა შეცვლილია და აქედან ძალიან ახლოს თუ არც თუ საკმაოდ შორს საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს. თუმცა ეს არ არის გასვლით შეხვედრა გიორგი ჩაკვეტაძესთან. ეს არის გასვლით შეხვედრა ლონდონიდან, ეს კი არის რიჩმონდი. ტედ ლასოს გადასაღები მოედანი და ეგეთი კარგი ამბავი დაგვეწია გზადაგზა ან შეიძლება უფრო ჭორი რომ ტედ ლასოს გაგრძელება იგეგმება, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ როცა მორჩა ცოტა გული დამწყდა. და მთავარი. არხის გამოწერა. წინა გადაღების მერე აი შოთის გადაცემას რომ ვიღებთ, იმის მერე გაუხსნიათ რიჩმონდის ფანშოპი. არ არსებული საფეხბურთო კლუბის ფანშოპი და წამოვიდა ვნახოთ ახლა ვერ მოვიცნობ. ვიცი რომ შეიძლება გვეჩქარებოდეს და ხალხი გველოდებოდეს, მაგრამ იმ ფანშოპში უნდა შევედი აუცილებლად და ჯერ უნდა ვკითხოთ თუ შეიძლება გადაღება რა. აი, ტედ ლასოს ფანშოპის მაღაზიას გავუხსნიათ. ეს მაინც რომ გეცნობათ. ესეც არ არსებული ბრენდი არის. როგორც ვიცი, არ მგინახავს, არ დამისეჭო, მე მგონი არსებული ბრენდი უნდა იყოს. და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რა, ნაკრების ბოლოდროი წარუმატებისას ევროპის ჩემპიონატზე სულ იყო გამოფენილი ეს ფრაზა. ესეც ტედ ლასოდან იღებს სათავეს რა, believe, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და რაც ჩვენ ფეხბურთელებს მაგრად ეტყობათ ჩემპიონატის დამთავრების მერე, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ევროპის ჩემპიონატმა ქართულ ფეხბურთში მოიტანა არის ახალი მასშტაბის თვითრწმენა. აი, believe. ყველაფერი მაგაზე არის რა. თუ დაიჯერებ, ყველაფერი გამოგივა და რაღაცნაირად დაიჯერეს ბიჭებმა და გილოცავთ მაგას ყველას. თორე ამდენ ხანი სულ ჭირდა ეგ ამბავი რა. All right. აი გარი რა. ტედ ლასოს რაღაცა ოფიციალური მაღაზიაც არის აქ. შეგიძლიათ ნახოთ თქვენც. ტედ ლასოს ფანები ძალიან ბევრი არიან მსოფლიოში. უკვე. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი გახდა ეს არარსებული რიჩმონდი ამ ძალიან საყვარელი სერიალს დამსახურებით. დამო, ეხლა ცოტა ხანი კამერები გამრთო და ჩვენც რაღაცები ვიყიდოთ. ჩვენც ხო უყურებთ მაგ სერიალს სამი. ეგეთი ამბავია რომ ეს ის პაბი არის. წინა შოთის გადაცემაშიც გაჩვენეთ. ტედ ლასოს ლეგენდარული პაბი. სინამდვილეში ქვია Prince's Tower, the Prince Head. და ეს ბეჯი არის, რომელიც ფანშოპში შევიძინე. და ეს სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი არის ტედ ლასოსა და ჩვენ ნაკრებს შორის, იმიტომ რომ
რეალურად ეგ არის რა. საკუთარი ძალებს როცა ირწმუნებ, მე ხვდები რომ მაგას ლიმიტი არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საბჭოთა წარსულიდან მოვდივარ, სადაც უგვაჩვენე იმას, რომ რაღაცის ზემოთ ვერ განვითარდები. ეგ აბსურდია. და ეს სამყარო ინგლისის და ზოგადად დასავლური ცივილიზაციას მაგაზე დგას. ადამიანების შესაძლებლობების უსაზღვროებაზე. რამდენსაც ჩადებ საკუთარ შრომაში, როგორც დაიჯერებ საკუთარი თავისა, ზუსტად იმდენივე გამოგივა. Cheers. Cheers to believe. კიდე ერთი ამბავი ხა უკვე ტედ ლასოს მიღმა, მაგრამ ეგეც არის ტედ ლასოსთან კავშირში. რიჩმონდის საფეხბურთო კლუბ რიჩმონდის ლოგოზე არის ძაღლი გამოსახული რა. და აი აქ წინ თქვენს უკან ეს არის ძაღლების 64 ერთგვარი რა, იმიტომ რომ მაი რო შეატრიალებ კაცს და დაინახავ მინდორს და მინდვრის მასშტაბს. მიხვდები რასაც გულისხმო და ასევე მიხვდებით რატო იყო რიჩმონდის ლოგოზე გამოსახული ძაღლი. ძალიან თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო ირემი, იმიტომ რომ რიჩმონდში ალბათ ერთ სულ მოსახლეზე 1-20 ირემი მოდის. რაღაც მონაკვეთში გზაზე რომ მოდიოდით, გვაქვს სამაროდოთ მაგის კადრებიც. ყველგან ირმები არიან და ყველგან არის გაფრთხილება რომ 50 მეტრზე მეტად არ მივახლოთ და მაგიტო არ ჩავედი მაგაინდა, იმიტომ რომ ძალიან გამიჭირდებოდა მაგ რეგულაციის დაცვა. ეხა 2 წუთის წინ ხო დავიჩივლე რომ ცხოველებთან ჩახუტებაზე ცუდად ხდებით. ხო და უცებ აი ჩემთვის აი ძაღლების მერე ყველაზე ძალიან ესენი მიყვარს. ბავშვობაში ერთხელ ბებია ჩემს თხოვე ინდოეთში წავიდა საბჭოთა კავშირის დროს და მაიმუნი ჩავამიყვანეთ ხო და რომ გავეღვიძე საწოსთან ნახვა სათამაშო მაიმუნი. და ეგრევე თქვი რომ ბებო ჩამოვიდა და გავარდი ბებოსთან და ესენი ძალიან საყვარლები არიან. ესენი არიან აშერი და ისააკი. ეგრევე ჩავეხუტე ამათ. თქვენ გენაცვალეთ ბიჭები. შიმპანზეებს გააჩნიათ ემპათია და შეუძლიათ სიცილი. და ამან გააქარწყლა არისტოტელეს ციტატა, რომ მარტო ადამიანებს შეუძლიათ სიცილი. ძალიან მნიშვნელოვანი რომ გავიაზროთ ის, რომ ეს განსხვავებული ემოციები ცხოველებში ხდება და მარტო ჩვენ არ ვართ ისინი, რომლებიც გრძნობთ და გამოვხატავთ ემოციებს. ნახე, არა, ესენი თან ჩვენი ყველაზე ახლო ნაცნობები არიან. ეხლა რომ შევუღუტუნო, შეიძლება კიდე გაეციჩნოს. და კიდე ერთი რაღაცა რა, ამ ლუცროს ვსვავ ხოლმე და გადაცემის კომენტარებში რომ მიწერენ ექვსი ლუდის დასალევად დადის ყველგანო. მაგრამ რეკომენდაციასაც გავცემთ. თან რაღაცნაირი ესეთი ახლობელი ლუდი არის ჩემს, იმიტომ რომ Griffin Brewery ქვია რა და Griffin-ი იცით რომ მნიშვნელოვანი არსება არის ჩემთვის და ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინგლისური ლაგერი, ქვია Frontier. რეკლამა არ გამოდის, იმიტომ ჩვენ ქვეყანაში არ იყიდება. კი არა და ინგლისის გარდა არსად არ იყიდება და ხომ. რეკომენდაციად შეგიძლიათ დაიმახსოვროთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი, ღრმა და აზრიანი ლუდი არის ამ ქვეყანაში. წავედით. ეხლა ხო შევთანხმდით, რომ მე ჩოგბურში დილეტანტი კაცი ვარ და კი. უნდა რაღაცები მომიყვე რა. სათამაშოთ მე ძალიან შეამოვნებს, აი რამდენჯერმე ჩემ მეგობრებთან ერთად რომ მითამაშე, ძალიან ასწორებს. აი შეთვის აი მთავარი passion რა არის, მან და ყველაზე წიავნებას რა განიწევს. სხვათა შორის ეხლა რა, სანამ რაღაც ბოლო ტურნირზე წავიდოდი, ჩემმა ფსიქოლოგმა მკითხა ეგ, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება აი ეს ტურნირები და ეგ შეიძლება საერთოდ დაგავიწყდეს, რატო თამაშობ და რისთვის და ნუ რა ქსიამოვნებს. რაღაც უთხარი იყო, აი დარტყმის გრძნობა, აი ხმა ბურთის რო არ ტყავ, აი ეგაა ძალიან სასიამოვნო. აი ის გრძნობა რა, სანამ თამაშზე შეხვალ, აი გული რო ძალიან, აი ადრენალინიც კი არა, აი უფრო რაღაცა, აი შენ საყვარელ კონცერტზე რომ მიდიხარ, ხო, აი ძალიან რო გიხარია და ერთი სული რო გაქვს, დაახლოებით მაგას გავს რა. ხო, შეიძლება უფრო იმას გავს შენ საყვარელ კონცერტზე რომ მიდიხარ და შენ თვითონ რომ მღერი რა. ხო, აი ზუსტად ალბათ ეგ უფრო. ხო რა, და ცადოთ. ოპერაცია ისე გაიკეთე რა, ტრავმა ქონდა? ხო, მხრის ოპერაცია. მაგენაც ძალიან ბევრ რაღაცაზე დამაფიქრა, ნუ 6 თვე ფაქტიურად საერთოდ ვერ ვთამაშობდი და ზუსტად მაგ 6 თვის განმავლობაში დავიწყე ფიქრი, რომ აი შეიძლება საერთოდ ვეღარ ვითამაშო ეს სპორტი რა და რო ვეღარ ვითამაშო რაღაცა ხო უნდა მქონდეს, რაც მომცემს მოტივს, რომ ცხოვრება გავაგრძელო და მაგიტო დავიწყე სწავლა უნივერსიტეტში ჩავაბარე. ამერიკის უნივერსიტეტში, მაგრამ ონლაინ ვაკეთებ. ყველას გონია, რომ თუ ჩოგბურთს თამაშობ, რაღაცა სპორტს თუ მიყვები ბოლომდე და პროფესიონალურად სწავლას უნდა საერთოდ გადადო და თავიდანვე, მაგრამ რეალურად მაგის დრო გაქვს. ახლა შეიძლება 4 წელიწადში ვერ დაამთავრო უნივერსიტეტში და აი ესე ყოველდღე ძალიან გიჟივით ვერ იმეცადინო, მაგრამ აი თუ პარალელურად შეგიძლია თუნდაც 6 წელიწადში რომ დაამთავრო, ანუ რა პრობლემაა, ხო? არა, ხო, რავი, სადღჭარება. შენი თაობის ბიჭებშიც, ფეხბურთელებშიც აღარ არის ეგრე რა, იმიტომ რომ ეხა ემოგზაურობის დროს ამ ტიპებს რო ხვდებით, ჩვეულებრივი ყოჩაღი ბიჭები არიან და რაღაცა ნებისმიერ თემაზე ჩვეულებრივად საუბრობენ. ევროპის ჩემპიონატს დარწმუნებული ვარ, უყურებდი. რა თქმა უნდა. აი აქ თან, აი ამაში. პირით გავსკდიო ოღონდ. აბა?
ყველათან ჯერ თურქეთთან ხო ანუ იმდენი ვიტირე რომ არ ვიცი მე ყველა თამაშზე ვიტირე რომ არ დაგიმალოთ იმიტომ რომ აი ეგრეთი სიხარული რა ვიცი ფეხბურთს რო უყურებდი მეორე დღეს აი როგორი გამწარებული ვარჯიშობდით იმიტომ რომ ეგეთ ადრენალის ანუ ყურების დროს რო განიცდი მე გინდა რომ აი გამოუშვა შენ თვითონაც რა და აი ძალიან ანუ ფეხბურთი ახლა რა შუაშია ჩოგბურთთან ხო მაგრამ ძალიან შუაში არის ისეთი мотиваცია მომცა მე თვითონ აი მეორე დღეს რო წავს ვიყავი მე ვარჯიშა და აი არ ვიცი რა ძალიან მჯერა რომ რაღაცა თავარი შენი კარიერული მიღწევები ცოტა კიდე წინ არის რა კი ნამდვილად მე მართლა ძალიან მჯერა მაგისი რომ რაღაცა ოპერაციის მერე რაღაც ახალი დაბადებასავით არის ეს მეორე შანსი მომეცა იმ სპორტში რაც ძალიან მიყვარს და თან შემიძლია რომ ტკივილის გარეშე ვითამაშო და არ ვიცი ძალიან მადლიერი ვარ ერთი იმისთვის რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა მეორე იმისთვის რომ ძალიან კარგი რეაბილიტაცია გავიარე და მესამე იმისთვის რომ ეს мотиваცია და რწმენა და ყველაფერი კი არ დავკარგე პირიქით აი ორჯერ უფრო მეტად მომემატა აი ციყვები ძალიან მიყვარს ბავშვებო მოდით აქ მოდი ნახე რა მოგიტან ნახე ვაი ეს რა არის ხო რა მაგრად გებიან ხო ხელს შეხტი აჰა არ მაგათ ერთმანეთთან ინტერესდა ხარშიათ ვაიმე ხარეს ხელში პიცები გვიჭირავს სასtildeო არის მაგრამ რამდენჯერ მეახსენე ფსიქოლოგი რა როგორც სპორტსმენს და როგორც ესე ინდივიდუალური სახეობის სპორტსმენს ყველაზე მეც რას გაძლევს ფსიქოლოგთან რაღაცა ინტენსიური კომუნიკაცია რა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ფსიქოლოგთან მუშაობა, იმიტომ რომ ინდივიდუალური სპორტი ერთი ხო ძალიან რთული არის, იმიტომ რომ სხვისი არავისი იმედი არ გაქვს, ან მე თუ დღეს რაღაცა მტკივა, ისევ მე უნდა გავიდე და ისევ მე უნდა ვითამაშო და შეიძლება წავაგო და იმის გამო კი არ წავაგო, რომ მე ვითამაშო, თუნდაც შეიძლება იმის გამო წავაგო, რომ რაღაცა მტკივა. ხო. ან შეიძლება პირიქით, არაფერი არ გტკივა, ყველაფერი კარგად გაქვს, მაგრამ მაგან კიდევ უფრო იმის ფიქრები მოგიტანოს, რომ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგო, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად არის. და ძალიან ბევრი ფიქრი მოგდის და რეალურად ამასთან გამკლავება მარტო რთულია რა. შენ ამ სპორტს იმიტომ კი არ თამაშობ, რომ შენს მშობლებს უნდა, იმიტომ კი არ თამაშობ, რომ შენს ქვეყანას უნდა, იმიტომ თამაშობ, რომ შენ გინდა და ფსიქოლოგი ანუ მარტო ამ კითხვას კი არ გისვამს, ანუ ეს კითხვარი ერთი რასაც გისვამს და შემდეგ ანუ გეხმარება რაღაცების გადალახვაში, აი იმდენი თამაში შეიძლება წამინგია, რომელიც უნდა მომეგო, ესე ვთქვათ. მარტო იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად შეიძლება არ ვიყავი კარგად ნავარჯიშები, რომ ვერც დავითვლი რა, მაგრამ ეგეც პროცესია, ანუ აი როგორც ფიტნესს ვუთმობთ ყოველ დღე და როგორც ჩოგბურთს ვარჯიშობთ ყოველ დღე, ჩემი აზრით ფსიქოლოგიაც ეგრე უნდა ვავარჯიშოთ და ანუ არ უნდა ჩავაქროთ ეს ფიქრები, რაც მოგდის რა, აი ძალიან ხშირად არის რომ აი არ იფიქრო მაგაზე და მორჩება, ანუ არ იქნება პრობლემა. ეგრე არ არის, იმიტომ რომ ანუ რთულ მომენტებში ეს ფიქრები სულ ამოდის და ანუ მაგაზე თუ ნამუშევარი გაქვს, აღარ გეშინია და პირიქით. მზად ხარ რომ გაუმკლავდე რა ფიქრებს, იმიტომ რომ ჩოგბურთს შენს მოწინააღმდეგეს ეთამაშები და შენ თავსაც ეთამაშები, იმიტომ რომ უფრო ხშირად შენ თავს ეთამაშები რაღაც მომენტში რა და მანდაც კარგია რომ გყავდეს ისეთი ადამიანი, ვისთანაც შეგიძლია ეს გაიარო და ამაში დაგეხმაროს. მოდი, მოდი, ბოთი. აჰა, ხარ. მეორე მხარეს არის ხელი. ამალობანას გეთამაშებ. ვაიმე. ახლა მოვედით Emirates სტადიუმზე, იმიტომ რომ აქ უნდა შევხვდეთ არსენალის აკადემიის ქართულ მწვრთნელს. ეგეთი ამბავი დაგვიწია გზაში და ვერ გავმაზავდით ახლა მაგ შესაძლებლობას, რომ ეს კაცი არ გვენახა და არ გვეკითხა როგორ ხდება ეგ ამბავი არსენალში. რაც შეეხება არსენალს, ალბათ ლონდონის დიდ გუნდებს შორის ყველაზე ნაღდი არის და ნაღდ გუნდებს შორის ყველაზე დიდი, რაღაც ეგეთი ამბავია რა, იმიტომ რომ თან ნამდვილი არის ეგეთი სისხლით, ოფლით და ცრემლებით მოსული გუნდი არის და თან ნუ სოფლიო ფეხბურთის გრანდი არის. თან ჩემ ბავშვობაში ჩემი ორი საყვარელი ფეხბურთელი ტიერიანი და დენის ბერგკამპი თამაშობდნენ ამ გუნდში და სულ აქ რომ ცხოვრობდე, ალბათ ყველაზე მეტად არსენალს უშემატკივრებდი ამ ქალაქის გუნდებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ვესთემიც ძალიან მომწონს. ხო და შევიდეთ ახლა რაღაცნაირ რომ გამოდიხარ ყველაფერი არსენალით არის საოცე და აი ამ ადამიანების
ცხოვრება ძალიან მაინტერესებს როგორია ხოლმე მატჩის დღეებში. აქედან გადადიხარ სტადიონზე, ცოტა მოშორებით არის სტადიონი, მაგრამ აქედან უკვე არსენალის ინფრასტრუქტურა იწყება და აი აქ ადამიანები პატარა სამსართულიან სახლებში ცხოვრობენ. წამო შევიდეთ, ნახოთ ქართველი კაცი. ეს პატარა ბავშვი კენ ფრეერ იყო ანხელა 12 წლის და თამაშობდა ფეხბურთს რა ჰაიბერის წინ და ბურთი შეუვარდა მანქანის ქვემოთ. რო შეძვრა მანქანის გამოსაღებად გამოვიდა მანქანის ფობელი და რაღაცა გაუსწორდა ეს ბავშვი და გამოდგა მენეჯერი რა არსენალის როცა და უთხარ წამოდიოდა არსენალში რაღაცაზე გამშო თავი დამუშავდა მესეჯების წერილები მქონდა მე დივანი გახდა მე მართველი დირექტორი გახდა და მე საერთოდ ეგ იყო იმის ინიციატორი და ლიდერი რომ არსენალი ჰაიბერიდან ამ სტადიონზე გადმოსულიყო. აი 12-year-old kid. The 60 წელზე დიდხანს ემსახურებოდა არსენალს. Well done, kiddo. დიდი ინგლისელი კაცი. შემოსასვლელში პირველი ვისი ძეგლიც გეგებება. იმ ბიჭუნას ძეგლის მერე არის ლეგენდარული კაცი ტონი ადამს, რომელიც 93-დან 2002 წლამდე თამაშობდა ამ გუნდში და ალბათ შეიძლება ბოლო 10 წელი კაპიტანი იყო. და არის რაღაცა ნაღდი ინგლისური ფეხბურთის თუ ნაღდი ინგლისური კაცობის თუ კლუბის მიმართ ლოიალობის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმბოლო თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში. და მაგალითად ერთ ცოცხალი არის კაცი მიდის მოდის აქ მოდის თავის თავი ხდება ცოტა უფრო დიდი. მაგრამ შეიძლება სინამდვილეში თვითონაც ამხელა იყო მე ეგეთი მახსოვს რა უზარმაზარი უხასიათო ჯაჯღანა კაცი. ეს არის ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი. ერთი ფეხბურთელი თუ შემიძლია გამოვყო, ვინმე ყარდა ყველაზე ძალიან იყო დენის ბერგკამპი. კეთბას რო ვკითხე ნიუკასლში მოგზაურობის დროს ყველაზე მაგარი ტიპი ვიცინა, ვიღაც გითამაშია ვინ იყო, იმანაც ბერგკამპი. ყველასგან განსხვავებული რაღაცნაირი ადამიანი ფეხბურთელი იყო. ნახე იქაც ბერგკამპი არის უკან და არსენ ვენგერი და დიადი არსენალი. დაუმარჯოს. არსენალ ჯორჯიას ვეძებდი და დავი ვიპოვე. როგორ ახარ? კარგად, როგორ ახარ? კარგად, სოსო. ლეო. აი, საქართველოს. არა, ხო ვეძებდი და პატარას ვეძებდი და უცებ მაგარად მილაგებულა. სოსო წამო, აბა გაგვიძახი და ეხლა მომიყევი ოღონდ როგორ მოხდი მან და ხო გახსოვს ქვირში რო არის. როგორ მოხდი მან და როგორ მოხდი აბა აქ? ანუ არსენალი მართავდა ასეთ კურსს. იყო სპორტის მეცნიერება იმაში, ფეხბურთში. სულ შემთხვევით იყო ეს კურსი, გავაკეთე აპლიკაცია მიმიღეს. ხო და რომ მიმიღეს 4 წლიანი კურსი იყო რა 4 წელი ვისწავლე სპორტის მეცნიერება, ბოლო წელი გავაკეთე სპორტის ფსიქოლოგია და მე დამიტოვეს. ეხა ვარ 9 წლამდელებში, მაგრამ ხშირად მიწევს მუშაობა 10 წლამდელებში, 11 წლამდელებშიც და ვარ მათი ტექნიკური მწვრთნელი. ანუ მათი ტექნიკური განვითარება არის დამოკიდებული ჩემზე. ორივე ფეხის ხმარება, ბურთის მიღება, დრიბლინგი ერთ-ერთზე ერთ-ერთზე ფეხბურთელებზე გაცდომა, ეს ყველაფერი მევალება მე. ბავშვმა თუ ვერ მიიღო ბურთი, თუ ვერ გასდა ფეხბურთელს, თუ ვერ გამოიყენა მარცხენა ფეხი ან მარჯვენა ფეხი, კითხვები იქნება დასმული ჩემზე. ნუ რატო ვერ და ბაზა სად არის? ანუ სად გაქვთ რა ვქნა? ძიდა თავარ გუნდთან რა გადაკვეთ აქვთ ხოლმე ბავშვებს რაღაცა ეგ სისტემა როგორ მუშაობს? ანუ დაშორება არის აკადემიასა და პირველ გუნდს შორის, საკმაოდ დიდი დაშორება, მაგრამ ჩვენ ხანდახან გვიწევს ხოლმე რომ დავესწროთ ვარჯიშებს, ხან ისინი მოდიან ჩვენთან პირველი გუნდის ფეხბურთელები, მაგალითად ეხა პირველი გუნდის ფეხბურთელები, ვინც აკეთებდნენ B ლიცენზიას და A ლიცენზიას, ჩვენთან მოვიდნენ აკადემიაში, იქ ჩაატარეს ვარჯიშები ამ თავიანთი ლიცენზიისთვის, ამიტომ რაია იყო, ელნანი იყო თავის დროზე, როცა იყო ჩვენთან გრანიჩაკა ეს. ალბათ გაცილებით მეტი არის მსურველი, ვიდრე შეგიძლიათ რო აიღო. კი, ჩვენ ყავს ახლა ხელი აქვს მოწერილი 18 ბავშვი. დიდად ინგლისთან თუ მთელი მსოფლიოდან? ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ხო, ახლა 9 წლის ბავშვი ჩამოიყო, საიდანვე გაჭირდება. ანუ საათნახევრის რადიუსში ვინც არის ჩვენთან, მხოლოდ იმათი მიღება შეგვიძლია. გასაგებია. რომ ბავშვებისთვის ადვილი იყოს, შედარებით ადვილი იყოს ჩვენთან მოსვლა და გამახა სტადიონზე რას მეტყვა? ვენგერის ძალიან დიდი დამსახურება არის თითეული სტადიონის დეტალი, როგორ არის აშენებული. ნახოთ როგორ მოგეწონებათ ახლა ემირატების სტადიონი. ვემბლი კაი იყო, ხო? ძალიან. ეხლა თავარ გუნდში მოთამაშე ადამიანებიდან თუ არ ვინმე ესეთ ვისაც აი პირადად თვითონაც თუ ქონია შეხება. პირადად არ მქონია, ჯერ ჩემები ალბათ უფრო ეხა წამოვლენ, მაგრამ ნუ ფეხბურთელები როგორც ბუკაიო საკა არის, ემილ სმით როუ, მაგათმა ყველამ გამოიარეს ჩვენი სისტემა და ფიქრობ რომ ბავშვებთან მე ვისთანაც ნამუშემარი მაქვს, ისინი უკვე 60 წელიწადში უნდა გამოჩნდნენ. კი, უნდა გამოჩნდნენ. კი, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი ბავშვები ყავს ჩვენ ახლა.
რა მაგარი ფოტო არის ამ მქონდა ნანახ შეხედე. იანვრაიტი და ანდრე ერთმანეთს მაისურებით შეხედე. პატარა მემორიბლია არის ხო ჩაი. ეს ვინ არის? ეს რეი პარლო არის? ხო. ძმა ხო? ფაზე ვიცანი ხო სახეზე. ეს მახსოვდა. აი, ძეგლი რაც დგას. აი ესაა ხო. ძეგლი ეს არის? ნიუკასთან თამაშის დროს. საოცარი ადამიანი. ლოგოები, მოწოდების სიმაღლეზე. კი. ჩემპიონები გახდნენ? ხო, 2024-ე. ვამაყობთ ჩვენი ქალთა გუნდით, იმიტომ რომ რეკორდი მოხსნეს, ეხა ZDZ გონი 4-ჯერ ავსეს ემირატების სტადიონი 60,000 კაცი რაც ადრე მოხდა რა. ერთ-ერთი საუკეთესო პოსტერი Arsenal wins the World Cup. მაგარი არის და თელი ფრანგები რომ მაშინ იყვნენ. პეტი და პატრიკ ვეირა. სოფლიო ჩემპიონი რო გახდნენ, ეგ სათავე მიროს შეგეთერა რომ Arsenal-მა სოფლიო ჩემპიონატი მოიგო. აჰა, ეს საპრეს კონფერენცია. ეს უკვე საპრეს კონფერენციო ოთახი არის, სადაც არტეტა ატარებს პრეს კონფერენციას. თარგმნელის ისემოთ, მაგრამ არტეტას ხშირად არ უწევს ხოლმე სიმართლე გითხრა, თარგმნელის გამოყენება, იმიტომ რომ გონი 7-ენაზე ლაპარაკობს. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ხოჭაღი კაცი არის. ხოჭაღი კაცია, ხო, თუ ვინმე გერმანულად კითხავს შეკითხვას, შეუძლია ესმის და შეუძლია კაცეს პასუხი. მოდი, მანახი ახლა თქვენების გასახდელი, აჰა. Play for the badge. Do it for our supporters. ხო. აქეთ მოდიხართ. აუ, ძალიან შთამბეჭ დავი, ერთ-ერთი ყველას კი არა, შეიძლება ყველას შთამბეჭ დავი dressing room-ი არის, რაც მინახავს. Hello. Hello, how are you? You okay? Cool. ეს როგორც ხედავთ, ესეთი ცხენის ნალის ფორმა აქვს ჩვენ გასახდელს. ეს არსენ ვენგერის სტრატეგია იყო. კუთხე არა, სადაც არ უნდა იჯდე, შენ გუნდელებს ხედავ. ანუ ისეთი ის არ არის რა. ყველგან აი კონტაქტი გაქვს შენ იმასთან. შენ გუნდელებთან და ესეთი ფორმა გადაწყვიტა რომ გაეკეთებინა. მოწინააღმდეგე იმის რომ გადახვიდა. სხვანაირი არის? იქ არის, იქ ოთხკუთხედი არის, ოთხკუთხედი გასახდელია და შიგნით შუაში დგას, ეხა სადაც აქ არის არსენალის გერბი, იქ არის ესეთი დიდი მაგიდა. და ეს მაგიდა იმიტომ არის რომ ხო, ეხა აქეთ როცა ზიხარ, იქით შენ გუნდელს ვეღარ ანუ ის კონტაქტი აღარ აქვს. ეგრე იმას. პეპმაც ეგრე გააკეთა იმაში რა ქვია, სიტის გასახდელში. თვითონ აქვს ეგრე გვალი და ყველა ხედავს და იქ არის უბოძები. ტიპები ერთმანეთს ვერ ხედავენ. უფრო ნეგატიურ გარემოს ქნისო. აი ეს გოგოების მაისურები არის? კი, ეგენი არის გოგოები. ბიჭი გოგო არის დაალაგებული, ხო? ხო, აი უკვე ეგონობრები. კი. კაპიტანი ყოველთვის ის შუაში. საკას მაისური გადმოიტანეს, ახლა აქეთ საკაჩვეულებრივ აი აქეთ ზის ხოლმე. ახლა აქეთ გადმოუტანიათ. იქით არის არტეტას ოფისი. ვაჰ, ესეც რაღაცნაირი აი მიმდინარე არსენალის რო ეგეთი ექსპერიენსით არის გადაკეთებული და ტურისტულ სანახაობად და გუშინ წინ იჯდა ამ ოთახში ტიპი და რაღაცებს იმეშვებოდა რა საუბრობდა. გუშინ წინ იჯდა, ემზადებოდა პარის სენ-ჟერმენისთვის ჩემპიონთა ლიგაზე. კარგად მოემზადა. აი ოფისი. გისურვებ რომ ერთ დღეს ამ ოფისში უკვე საქმიანად შემოგესვლებოდეს. არის time capsule, რომელიც უნდა გაიხსნას რომელ წელსო? თუ არ ვწდები 2054 წელს. ნახე როგორ რაღაც დაგეგმა შეუძლია 2054 წელს ლექსო რამის დაგეგმა შეგვიძლია მე და შენ. ვერაფრის. 2025 წელსაც ძალიან გვიჭირს გეგმების დალაგება და აქ დევს არსენალის ყველა მოთამაშის სია, ტონი ადამსის ნახმარი კაპიტნის ბენდი, ჰაიბერის ბალახის ნაწილი, ფოტოები home shirt-ის, 39 ეგეთი ობიექტი არის. გახსნაზე ჩამოვვალთ რა კიდე. მან იმედია უკვე ძალიან ღვაწლმოსილი არსენალის კაცი იქნები და რატომაც არა. ძალიან დიდი გუნდის გულისებში შემოვიხედეთ ახლა სოსოს დახმარებით. ეს მაგარი old school გამოსასვლელი არის. ზუგდიდის სტადიონზეც ხონდეთ ეგეთი. და ზოგჯერ აი ქვები რო დაეშინათ მოვედა ცენტრამდე შეკაჩაოდნენ ხოლმე ვის. ვაჰ, აქ ნახე როგორი აწეული არის ეგ თო. როგორც ვიცი, გეგმა გაქვს და უკვე პროექტი გაქვს, რომ არსენალის განვითარების კემპი თუ ბაზა თუ წენტრი გააკეთოს საქართველოში. მაგაზე მითხარი, როგორ მიხვედი მაგამდე, როგორ მოიპოვა ეს უფლება და რა ეტაპზე გაქვს ეგ პროექტი. ეს კაიხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა წესით, მაგრამ კოვიდმა ძალიან შეგვიშალა ხელი, ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებული იყო კაიხნის წინ. მოვაწერეთ კონტრაქტს ხელი და ამ ეტაპზე უკვე ყველაფერი ბოლომდე არის მისული რა. ჩვენ ვიწყებთ პირველ ეტაპზე იქნება განვითარების ცენტრი, გავაკეთებთ დაახლოებით 2 კვირიანს. არსენალი შეხედავს
კემპის გააკეთეთ. კემპისავით გამოვა, კი. არსენალი შეხედავს ანუ რამდენად წარმატებული იქნება, რამდენი ბავშვი მოვა. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ჩვენ ჩავიწერთ. უკარო დაუბრუნდები კიდე ერთი პრეზენტაცია უნდა გავაკეთო და 2 კვირა იქნება, ანუ 2 კვირა სააღდგომოდ ვიქნებით თბილისში. არსენალი როგორც ბრენდი და როგორც რაღაცა სავაჭრო ნიშანი ათეულში ძალიან სტაბილურად ძალიან მარტივად შედის მსოფლიოში. ამ გუნდის ნაწილად ყოფნა რანაირი ფილინგი შეგრძნება არ ეგეც რომ ითხრა? ყველაზე ხშირად როდის ხვდები, ანუ რამხელა კლუბში მუშაობ არის, როცა საზღვარგარეთ მივდივარ და თამაშები იქ გვაქვს. იქ უფრო ხვდები, რამხელა კლუბი არის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან მუშაობთ, სულიად უცხო შეიძლება მოვიდეს და გთხოვოს სურათის გადაღება, ბავშვებს თხოვენ მაისურებს, ბავშვებს თხოვენ ხელმოწერებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბავშვები არიან, უკვე იმ ხელა ის არის, რა ქვია. ხო, მე არსენალის წევრები არიან. რა თქმა უნდა, ძალიან კაი შეგრძნება არის და სამაყოც არის, კი. მაგრამ ნუ შრომა ძალიან დიდი შრომა მიდის, რომ შეინარჩუნო ეს ყველაფერი. წურწლები მოდიან და მიდიან, ესე რთული არის ამდენი ხანი გაჩერება. უბრალოდ უნდა იშრომო ძალიან, უნდა გააკეთო ის, რაც სხვა არ გააკეთებს. ძალიან შერჩევითი გარემო არის. დღეს შეიძლება აქ იყო, ხარ შეიძლება არ იყო. ნუ მაგრამ სადაც ამდენი ხანი მოახერხებდა ეგრე შეშრომა და დანებებულიყავი და აქამდე მოსულიყავი. იმედია. ის გადამჩენია რომ წარმატებები გისურვო და რაღაცა აი თავარ გუნდამდე ასვლა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი აღმოჩენა იყო შენი ნახვა აქ და დიდი მადლობა ამ ტურისთვის და keep it up. წვიმს, რაც არ გვიკვირს, სამაგიეროდ გვაქვს ხოლგები და ეხლა უნდა შევხვდეთ ამ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მცოდნე ქართველს, ჩემ მეგობარ ნათი აბრამიას, რომელიც ძალიან ბევრი წელი აქ ცხოვრობს და დაახლოებით 15 წელია BBC-ში მუშაობს. BBC-ს სათავო ოფისი აქედან რაღაც 5 წუთის გზაზე მდებარეობს და ნახოთ რას მოგვიყვება, რას გვაჩვენებს, რა წაგვიყვანს, ან რის ნახვას გვირჩევს. ოღონდ ისე წვიმს, რომ აი ხო ხედავთ როგორ წვიმს ახლა რას ნიშნავს, როგორ დამოგიყვეთ, თუ არ დაინახოთ. ეს არის Oxford Circus-ი, აქაურობის ან მეტრო რუსთაველი, ან თავისუფლების მოედანი, მაგრამ თავისუფლების მოედანი ალბათ უფრო პიკადილი არის. ეს არის მეტრო რუსთაველი. ეხლა კიდე ძალიან წვიმს და კაცშვილი არ არის, რა ყოველთვის ყველაფერზე რიგია, აი მეტროს ჩასასვლელადაც რიგია, Nike-ის მაღაზიაში შესვლელადაც რიგია, ეს არის ალბათ სოფლიოში ერთ-ერთი მთავარი Nike-ის მაღაზია. Nike Town თუ რა ქვია, აღარ მახსოვს. და რაღაცა რამე თუ გამოდის ახალი, ჯერ აქ მოდის და მერე დანარჩენ სოფლიოში. ნახოთ, ეხლა იქ ხედავ კიდე. ათია. ჰია. ჰალო. კამერები თუ დაგვდი, ეგრევე მოჯემართულით. დაიცადე, ჯერ რა ვთქვათ, იცი? ბიჭიკო, დასველდები. ბიჭიკო, შემოდი შიგნით, დასველდები. აი, რა ხდება ახლა? აქ მე როგორც ვიცი ამ BBC-ში. მეგონი ლონდონს ძალიან უხდება. კი, არა, ვინც დაიჩინოს. აი, ამ ადგილას არის ჩემი საყვარელი ხედი და აი მიხარია რომ ამას გიზიარებ. აი ნახე, აი ეს სამკუთხა სახურავი რო აქვს All Souls Church. ეს არის წარმოადგინა აი Regents ქუჩის ბოლო ნაწილი, აი ეს ქუჩა და ეს პერიოდი ეს უკავშირდება პრინცი რეგენტის პერიოდს, მე-19 საუკუნეში და აი ამ პერიოდში როცა აი ეს ქუჩა აი ამ სახით გაკეთდა და Regents პარკი, აი მაშინ შეიქმნა დღევანდელი ლონდონი. ოკეი, აი ესეთი დაიწყო ესეთი განსაკუთრებული ამბების გაზიარება, წავედი. განსაკუთრებულ სიძველესთან. მაინც BBC-სკენ დავიძარით. ამ შენობაზე ამ ოფისზე და ნათი აბრამიაზეც მოყევი ერთ-ერთი სიტყვით. 2006 წელს დავიწყე მუშაობა BBC-ზე, სხვა შენობაში, მსოფლიო ახალი ამბების შენობა სხვაგან იყო და ხუთმა გოგომ დავიწყეთ რაღაცა შერჩევის შემდეგ და პირველი დღე მოგვიწყეს დათვალიერება, შემდეგ მოგვიყვანეს ამ შენობაში. ამაში სადაც მივდივართ. ახლა სადაც მივდივართ და ეს შენობა არ იყო. და მოგვიყვანეს და გითხრეს რომ აი აქ 5 წელიწად, 6 წელიწადში იქნება New Broadcasting House და მე ვფიქრე ესენი ვერ არიან 6 წელიწადში საერთოდ სად ვიქნებით. პირველი გუნდი ვიყავით, რომელიც სატესტოდ გადმოვედით ამ შენობაში. პირველი ექსპერიმენტული იყავით? ჩვენ ვიყავით პირველი ექსპერიმენტული. გადმოვედით ამ შენობაში და ტესტავდით შენობას. სტუმარი რო მოდის, მაგალითად, სტუდიამდე რამდენი წუთი უნდა. რომელ სართულზე რა ჯობია და რაღაცა პირველი 2 თვე ვიყავით მარტო, ერთი გუნდი, ამ უზარმაზარ შენობაში. მიწის ზემოთ არის 8 სართული და მიწის ქვეშ 5 სართული.
და უნდა გვენახა როგორ იქნება ეს შენობა და ნუ რა ვიცი ძალიან საინტერესო იყო. და ეს საათი რომლის ქვეშაც არის, ეს არის ძველი შენობა და აი ამ ძველ შენობას ერწყმის მერე დანარჩენი ახალი შენობა. Okay, let's go. არ გრძნობ რო ერთ ადგილას ვარ, იმიტომ რომ საერთოდ ამ ქვეყანას ძალიან უყვარს ორი რაღაც ექსპერიმენტი და გაუმჯობესება. აი ამ ადგილას აი ეგეთ შემიძლია გითხრა რომ ეხლა თუ არ არის პროტესტი, ეს ალბათ იმიტომ რომ წვიმს. თორემ ერთი პროტესტი მაინც არის დღეში. რა ღირებულებების დამსახურებით მოახერხა BBC-მ ის რომ ერთი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა ისეთი ბრენდი. ნუ BBC-ს დამაარსებელმა თქვა რომ BBC უნდა ყოფილიყო ყოველთვის ერთი ნაბიჯი წინ საზოგადოებაზე, ის კი უნდა აკეთებინა, რასაც ხალხი უყვეთავს. ხო, უნდა გაანაცვლო, განავითარო, გაართო, ინფორმაცია მიაწოდო, გაზარდო და ასე შემდეგ. რეალურად ყველაზე სერიოზული ექსპანსია ეს არის, როდესაც რაღაცა ცოდნით მიდიხარ მეორე ადამიანთან ან ჯგუფთან და იყო ეს ესეთი ცოტა ქედმაღლური შეხედულება, რომ უნდა განაცლდეს საზოგადოება და დანარჩენი სამყარო და ამის უნარიც იყო. ევოლუციის ავანგარდში იდგნენ მაგ ხრივ, ხო? კი, ის არის, ხო, რომ რაღაცები დღესაც გვაქვს, მიღწევები თუ რაღაც სიმაღლეები რაც ავსულვართ, ძალიან დიდი დამსახურება არის ამ ხალხის, ხო? ხო, და მე ამ მედია საშუალებისაც რა. მე იყო მუდმივი continuous improvement, ანუ ეხლა მე სადაც მუშაობ, ცვლილებების და გაუმჯობესების მენეჯერი მქვია, ხო და მაგარი სახელია. ცვლილებების და გაუმჯობესების მენეჯერი და ცოტა უკვირთ ხოლმე რომ რა არის ესა და ნუ ეს არის რომ continuous improvement, შენ ყოველთვის უნდა გაუმჯობესდეს. მუდმივი თვითგანვითარება, ეხლა ნაკრების ბრენდინგზე რომ მუშაობდით, მაგის მოტო ეგ არის, ხო იცი? მუდმივი თვითგანვითარება, რაც არ არის საბჭოთა ადამიანისთვის ავთენტური რაღაცა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში როგორც უნდა განვითარდე და როგორც თვითგანვითარებით უნდა დაკავებული, რაღაც ვოლგაზე მაგარ მანქანას ვერ მიიღებ. ხო, ხტები და мотиваცია ის რაც დგას ევოლუცია რომ მუდმივად ვცდილობდი რომ გახდე უკეთესი, რაღაცა აღარ იყო რა ეგეთი აქტუალური. და სპორტის სინამდვილეში ეგ არის. სპორტი არის ყველაზე მეტად ეგ რა. სპორტი ყველაზე მეტად ეგ არის. ყოველდღიურად უნდა გეცადო რომ უკეთეს გახდე. და ეს მუდმივი თვითგანვითარება არის მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ ორგანიზაციისაც და რაღაც თვალსაზრისით ამ ხალხის. და კაცობრიობისაც ზოგადად რა. ხო, ამიტომ ევოლუციისაც, ამო. ეს ძალიან განსაკუთრებული. ამო, მუდმივი თვითგანვითარების კერაში შევიცადოთ შეპარვა. ჰაი. ჩემი გუნდის გაკეთებულია, რომ მაგალითად ყველა მაგიდაზე დაცული არის როლები. აი როგორც სუფრის თავში ზის თამადა, ხო, ისე არის რედაქტორის პირდაპირ წამყვანი. ანუ შენ რომ მიდიხარ ეს ყველა მაგიდა სხვადასხვა გადაცემაა. შინაარსობრივ საკითხზე იცი ვის ელაპარაკო, ანუ ვინც აი აქ ზის. და აი ესეთი რაღაცები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციაზე მუშაობა მოხდეს სწრაფად და შეცდომია შედარებით ნაკლები დავუშვათ, შეცდომას მაინც ვუშვებთ, მაგრამ შედარებით ნაკლები დავუშვათ. აი ამ ground floor-ის ქვეშ არის 5 სართული. სპორტი რატო გავუშვით მანჩესტერში? აი ყველაფერი როცა ლონდონშია თავმოყრილი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიდეს. აი ვთქვათ, როდესაც ანიმაციური სტუდიას უნდა შევუკვეთოთ რაღაც მასალა, უნდა ვეცადოთ, რომ რეგიონში პატარა სტუდიას დავუკვეთოთ, ახალი შენობა ისე ლონდონში არ გაკეთდეს. და ფილმები სად არის? ფილმების პავილიონები ძალიან ბევრია. მე ჩემი კაცი დევიდ ატენბოროს პლანეტებს და პლანეტებს დევიდ ატენბორო ბრისტოლშია. ძალიან დიდი ბიურო გვაქვს კარდიფში. მთლიანად BBC-ში 30,000 ადამიანი მუშაობს. ხო და 30,000 ადამიანი და განანაწილდეს ქვეყანაში, იმიტომ ეს არის რა ქვია. არა, ისედაც რა არის, ისედაც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოწყდეს საზოგადოებას. და როგორ ხდება საზოგადოების განმოწყვეტა? თუ შენ ყველა ყავს გუნდში, ერთი და იგივე კლასის, ერთი და იგივენაირი მეტყველების, ერთი და იგივენაირი ცხოვრებისეული გამოცდილების და განათლების, მათ რაღაცა ერთი თემები აინტერესებს და დანარჩენ საზოგადოებასთან ხარ გახლეჩილი. აი ხავართ BBC-ს ძველ ნაწილში. აი ესეთი იყო ძველი ლიფტი და ესეთი იყო ძველი ლოგო. წამო? BBC ძველი ლოგო. აი პირველი ლოგო. აჰა, ძალიან საინტერესო. პირველი ლოგო. თუნდაც ის როგორ შენარჩუნდა ეს ძველი ნაწილი, ესე ძალიან ინგლისურია. ძალიან ბრიტანულია. ხო, ну მაგას თავის კიდე ერთი მიზეზი აქვს, რომ აქ ხა მანდ ამეც ომიდან გრევა არ უძრო ყოფილა.
მაგითო არის რაღაცა 800 წლის პაბი და 500 წლის კაფე და რაღაცა ეგ ის არის ხა რაღაც საზოგადოებრივ სიმყარეზე. ეს არის ძველი შემოსასვლელი. ვა. და ეს კი ჩემი საყვარელი ადგილი. და. ეს არის პირველი მიკროფონი. პირველი მიკროფონის ამბავს ვუყურებ. აი. ეს არის King's Speech-ში. ხო. პირველი ნამდვილი პირველი ტრანსლაციის დროს გამოყენებული პირველი მიკროფონი. აწერაც აქ made for his majesty king George V. რომ მიემართა for his first broadcast message to the empire. ჩვენ ფეხებქვეშ იყო სტუდია, საიდანაც მაუწყებლობდა French resistance. და აქედან გადიოდა, როცა ნაცისტებს ყავდათ და მთელი საფრანგეთი ოკუპირებული, აქედან გადიოდა მაუწყებლობა და შემდეგ ომის დამთავრების შემდეგ გვაჩუქა საფრანგმა ხალხმა აი ეს პანო როგორც მადლობის ნიშანი. ხალიჩით გადავხადეს მადლობა. არა. ეს ჯორჯ ორველი მაუწყებლობდა 51-53-ში, ხო? ჯორჯ ორველი ძალიან აქტუალური გახდა ჩვენ თანამედროვეობაში, სამწუხაროდ. საათიც ალბათ ძალიან ძველი უნდა იყოს. მაგრამ გაგვირდება და სწორ დროს აჩვენებს. Going up. ცოტა. მე ჯერეს მივიდივარ. კი, მე 7-ზე მივიდივარ და ეხლა ჩემს საყვარელ აივანს გაჩვენებ. არა, ეს ლიუტი ძალიან შთამბეჭდავი არის მაგრამ. წამოდი ეხლა ჩემს საყვარელ აივანზე გავიდეთ. ამ აივნის არსებობა ბევრმა თანამშრომელმა არ იცის. წითელი ავტობუსის სახურავი არის თეთრი. იმიტომ რომ ყველა ავტობუსს აქვს უნიკალური ნომერი, სანამ ტრეკინგი და GPS-ები იქნებოდა, თუ კი ტერორისტული აქტის შემთხვევაში ან რაღაც საგზაო შემთხვევის გამო საჭირო იქნებოდა ავტობუსის მიგრება, ვერტმფრენს რო ზემოდან დაენახა. სანამ პრინცი რიჯენტი იყო, ხო, მაშინ დაიწყო ამ ყველაფრის ესეთი სახით აშენება და შემდეგ უკვე გამეფების მერე გახდა ჯორჯ მეოთხე და მისი პერიოდის არქიტექტურა ამ ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ არის Georgian architecture. რა თქმა უნდა, მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი და რო ჩამოვედი 25 წლის წინ პირველად ბნელი 90-იანებიდან და Georgian Hotel ნახე, პირველი ეგვიფიქრე, რომ ქართველი მფლობელი. ნახე, ეს არის სამწუხაროდ ჩვენ თაობაში და ჩვენ დროში განსაკუთრებით აქტუალური კაცის დიდი კაცის ჯორჯ ორველის ძეგლი BBC შესულოში, იმიტომ როგორც ნახეთ, აქედან მაუწყებლობდა ჯორჯ ორველი 3 წლის განმავლობაში და აქ ეგეთ რაღაც წერია, რომ თუ თავისუფლებას ზოგადად რაიმეს ნიშნავს, მაშინ ეს ნიშნავს უფლებას იმისას, რომ ადამიანებს უთხრა ის რისი მოსმენაც არ სურთ. That's it. მაგითო უნდა იბაზროს სიმართლე. ზოგჯერ არც თუ სასიამოვნო, მაგრამ ძალიან საჭირო. ევროპის ჩემპიონატის დროს ხო აქ იყავე ხარა ფეხბურთის სამშობლოში და აქ განსაკუთრებით აფასებენ underdog-ებს, რომლებიც მე უცებ რაღაცა dark horse-ები გამოხდებიან თუ რაღაც გამოდგებიან. ქონდა გამოცდილება, თქვა საქართველოს თამაშის ყურების დროს ვიღაც ადგილობრივად რაღაცა რამე ეგეთი იყო. სიგიჟე იყო. ჩვენ ვუყურებდით ხოლმე პაბში და პირველ ჯერზე ანა მარიამ ჩემაშვილმა მოიყვანა მთელი თავისი კლასი. და მოვიდნენ ერთი 9 საათით ადრე და ჩამოჩდნენ და აბა მეულებიან, აბა მეკარე რა გვარია. მამარდაშვილი, გაიმეორეთ, გამოადგებათ ახლა რო იციან. კაპიტანი რა გვარია და აი ეს მთელი ხულიგნები. დავარჯიშები ინგლისის გულშემატკივრების. ხო, ჩანთების ოსტატები, ხო. აი ესე ჩვენზე ხმამაღლა იმაშებოდნენ, რომ გურამ, კაშია, ისწავლეს. ჩემი თანამშრომლებიც, აი, არ ვიცი, ყველაზე მეტად ჩვენ გულშემატკივრობდნენ. ესპანელი მეგობარი მეუბნებოდა, რომ რა ვკრეთ, თქვენსკენ ვარ, მე შინია სახში ვერ ვამბობ, მაგრამ მიყვარს მონდომებული და მშრომელი ადამიანებიო. არ ვიცი, აი, პორტუგალიელი თანამშრომლები მოდიოდნენ და მეუნებოდნენ, რომ აი, ოდესღაც ჩვენც ესეთები ვიყავით, მერე დავკარგეთ. და რა ვიცი, საოცრება იყო, საოცარი სიყვარული იყო და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მე მგონია, რომ ეს არ იყო უბრალოდ სპორტული ამბავი, აი, რაც რაღაცა ხო. ხო, ძალიან დიდი რაღაც მე მგონია, რომ აი თვითონ ეხა ნებისმიერი ბავშვი რომ დაფიქრდება, რომ აი რამდენი უნდა ივარჯიშო და რამდენი საათი უნდა დაარტყა, ჩააწოდო, გაუმჯობესო და რომ ბოლოს ისე გამოგივიდეს.
როგორც ყვარას გამოსდის. აი მაგაზე რომ დაფიქრდება ბავშვი, იქ იწყება პროგრესი და ამ დროს როცა ეთამაშოს სამსახურში იქნება ეგრე რა. ხო, ეს არ იყო მარტო სპორტული მოვლენა, ეს იყო როგორ გახდე უკეთესი, რამდენი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ შენი თავის ყველაზე საუკეთესო ვერსია გახდე. ბრაზილიურ თემებზე ძალიან ხშირად მიმუშავია მსოფლიო ახალ ამბებზე და ბავშვი ფაველადან, სიღარიბიდან შეიძლება ორმა რამემ გამოიყვანოს. ეს არის ფეხბურთი და ეს არის მუსიკა. მაგრამ მუსიკას მაინც სჭირდება ინსტრუმენტი, მასწავლებელი. ფეხბურთს არაფერი არ ჭირდება. და შეიძლება ბავშვი გახდეს პელე და აი ეს ოცნება. ყველა პატარა აი ესეთი საზოგადოებისთვის, ესეთი ჯგუფებისთვის, სადაც შეიძლება არ არის სისტემა, შეიძლება არ არის რაღაცა ინსტიტუციები, მაგრამ არის ნიჭი და არის სურვილი. იმათთვის ეს ძალიან დიდი ოცნებაა. აბების ამბონის მოხერხდა და ერთ-ერთი რაღაცა კიდე რაღაცა მაღაზიაზე გიწოდება უბრალოდ ესეთი რაც აქ კამერაში გაასწორებს. რამდენად გაასწორებს არ ვიცი, მაგრამ პირველად რომ ჩამოვედი და საერთო საცხოვრებელში შევედი და გავაღე, ფანჯარა გავაღე და ქუჩის გაღმა იყო პაბი და გარეთ იდგნენ ეს ხო კუნძული არ არის დასადგომი ადგილი და ბევრი ხალხი გარეთ იდგა. კუნძულს მაგრა აჭერს და რა ვიფიქრე? ადგილი არა. რა ვიფიქრე, იცი, ბევრი ხალხი გარეთ რო იდგა. ასველი მანაშვიდი გიგონა? კი, ვიფიქრე, აქ ვიღაც ალბათ ვიღაც მოხდა თქო. აი ხა ეგეც უნდა ითქვას, რომ ყველაზე ძველი ალბათ ამ ქვეყანაში არის ლუდი, იმიტომ რომ ნიუკასლში მაგალითად ეს ფაინტი ღირს 5 ფუნტი, აგირს 7.5. ეს აქაურ გაიტებებს არ მოწონთ ეს ბრენდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაბი დაითრია და გააერთფერონა ლუდები რა ეგრამობენ. იქაც რადგან BBC-ს გვერდით არის ეს პაბი, იქაც BBC-ს. რა BBC-ს თანაშრომელი არის, აი ნახეთ. ჩერჩილი. მე აქაურ იმას council house-ებს დავარქვი ჩერჩილკენ. ეს არის პირველი დამფუძნებელთა ბორდი. ზედა იმაზე. BBC-ს ექსკურსიას ვაგრძელებთ აქაც. კი, აქაც გრძელდება, მართალია, იქაც პირველი წამყვანები და ძველი მიკროფონებია, ხო. მე მაინც ევროები ვერ შევირკე, ისე ძალიან, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობდი და ეს ბოლო თამაშები უფრო გემრიელად ვნახე და ერთ-ერთი ჩემი ყველაზე მაგიური მომენტია ჩაყვერო იმაზე, რა ქვია, ჩეხეთთან რო ბურთს აჩერებს. ერთი 100 ჯერ გადავახვე, მე რო ქოჩორას აწვის და ქოჩორას რო. ეგ ერთი 100 ჯერ გადავახვე, მართლა, იმიტომ რომ effortless-ი არის. თითქოს არაფერი არ არის. თითქოს არაფერი არ არის. ხო, აი ეს წამი, აი ეს მაგიური პაუზა და ძალიან თავისუფლად გამოდის თითქოს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში ამას უკანო დგას ბევრი საათი შრომის. გაუმარჯოს ბევრ შრომას. გაუმარჯოს. ესე. ქოჩურა რო ამბობს მედიტაციას ვაკეთებო და ჩემთვის ამის შემდეგ ძალიან საყვარელი გახდა. კიდევ უფრო საყვარელი გახდა, იმიტომ რომ აბარა. კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ამადგან სწავლობენ რაღაცა ისეთ ზედაპირულ ღირებულებას კი არა, რომ აი ის ამდენად გაიყიდა, მაგრამ ეგ კი არა. აი ის, რომ აი ესე რომ საკუთარ თავზე მუშაობენ, ასე რომ მეგობრობენ, ესე რომ ერთმანეთს მხარს უჭერენ, ერთმანეთის სიხარული რო უხარიათ, ხო, ეს რომ მარტო კი, ძალიან სპორტსმენმა ღირებულებები არის, და თავარი ღირებულებები არის და მგონია, რომ ის რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს, რა ვიცი, ყველაზე საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამაც კი ამას ვერ გააკეთებდა. $2000 წლების დასაწყისში, როცა კომიუტერობა დავიწყე და თბილისში დიჯეები ჩამომყავდა, მაშინ აქაურობა ერთ-ერთ თავარ საბადოდ ითვლებოდა და თითქმის ყოველი მეორე არტისტი ლონდონიდან ჩამყავდა, ჰაუსიდან თუ ბრეიკბიტიდან თუ სხვადასხვა ჟანრებიდან. მაგრამ მე რაღაცნაირად ლონდონში ამ კლუბური ცხოვრების პიკმა გადაიარა და დღეს აქაურობა ძირითადად ტურისტულ ატრაქციონად არის ქცეული. უბრალოდ აქაური კლუბები არიან ტურისტულ ატრაქციონებად ქცეული და ეს ნამდვილი კლუბური ვაიბი თითქმის არსად არის შერჩენილი. მაგრამ ბუნებრივია ხამ ხელა ქალაქში ხარისხიანი კლუბებიც არის. და მათ შორის ყველაზე ისეთი რა, ნაღდი და კლუბური ქალაქის ცენტრიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს, ქვია ფოლდი და როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეგ ამბავი, არის ქართველების მიერ გახსნილი. ამიტომ ხა წავიდეთ, დავათვალიეროთ ფოლდი. დღეს არ არის საკლუბო დღე, მაგრამ დაგვხდებიან ჩვენებურები და შეგვიშვებენ შიგნით და მოგვიყვებიან, რატო გადაწყვიტეს ლონდონში კლუბის გაკეთება, რატომ გადაწყვიტეს ამუბანში კლუბის გაკეთება და რის ხარჯზე მოახერხეს ის, რომ დღეს ფოლდი ერთ-ერთ ყველაზე cool კლუბად ითვლება ლონდონში. მოდი ახლა დავარეკოთ ჯუნოს. რომელი საათია? 7-ზე უნდა შევხედოთ ის. ეგ არის
აუ კი. უზარმაზარი რიგი არის ხოლმე, ახ მართლა ისე რომ მოდიხარ ჩვეულებრივ დღეებში ძალიან დიდი რიგი, აი ბოლომდე რიგი არის. ჯუნო, როგორ ახარ? აბა, კი, გარეთ ხარ. ვაიმე, კატა შეხედი, ხო გადავაგარო შევალ დაფრთხება და შეხედე რა მაგერად იყოს კატას. მადლობა რომ მშვენიერ ფოლს შეხედა გათვალიერებინებ, მაგრამ თანებში ინტერვიუს ამობაზეც მოკევით ამობაში რა გადაწყვეტეთ რომ ანუ სპეციალურად რა ამბავია რა უბანია თქო. ეს თლიანი ეს ზონა არის ძალიან ინდუსტრიული ზონა რა, ანუ აქეთ გვაქვს ლიანდაგები, ანუ იმის იქეთ ცხოვრობს ხალხი და ამის ლიანდაგების აქეთ არავინ არ ცხოვრობს რა. და შესაბამისად ხმაზეც პრობლემა არ გვაქვს. აქ სადაც რაც ვიცი, ყველაფერი ან 3-ზე იკეტება, ან აი მაქსიმუმ 5-ზე იკეტება და ხო და მაგ ხრივ აი ძალიან გაგვიმართლა რა, იმიტომ რომ 24 საათიანი ლიცენზია აღვდათ. ლიცენზიის აღება, კლუბის ლიცენზიის აღება ძალიან რთულია ბოლოში რა. გვინდოდა ყველაზე კაგორიან 6 საათამდე რო ყოფილიყავით ღია. და ეგ რომ მიგვიღო შევიტანეთ განაცხადი 24 საათიანზე, ანუ ვაბანკზე წავედით რომ ვითომ აი იცი რა 24 საათის თორ მოგცემენ 6 საათიან 6 საათს მოგცეს და ისე მოხდა ყველაფერი ისე დაალაგდა რომ ბოლოს გადაწყვიტეს რომ მოეცათ ეს 24 საათიანი ლიცენზია და ერთ-ერთი კლუბია ლონდონში რომელსაც აი ეს 24 საათიანი ლიცენზია აქვს. მიუხედავად იმისა რომ 24 საათიანი კლუბები აი ვერ მუშაობს იმდენად კარგად, იმიტომ რომ თვითონ აქ კულტურულად ხალხი არ არის შეგუებული რა. ანუ როგორ არის ეს ყველა ფსიქოლოგიურად ჩადებული აქვს რომ აი ჩვენ აი 3-ზე 4-ზე დავიკეტებით და მივდივართ სახში ვაგრძელებთ მე ყველაფერს რესი გაკეთებას გვინდა. ნელ-ნელა მივდივართ იმ ეტაპამდე რომ ხალხი ნელ-ნელა სწავლობს იმას რომ აი მაგალითად მე 3 საათამდე თავი არ უნდა მოვიკლა რა ყველაფრით. და შემინა რომ გაწელო ხო თელი. ეგ ხარ არის, ხა მე უკვე რაღაცა საკის მე ისე დროს მე ჩვენ თუ მინდა რომ დილას ვიყო, ცოტა და 6 საათზე მისვლაც მოსულა და აქ არის ეგრე რაღაცა გამო 6-3 საათზე მოდის რა. კი, 24 საათიანი ივენთია. ანუ ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, დროის შეზღუდვა არ გვაქვს. აი ეს რაღაცა იცი რა, მე აი ხა ყველაფერს მოვჩები ამ წუთას 3 საათზე არ გვაქვს. და ხმის ლიმიტი არ გვაქვს, იმიტომ რომ რეალურად მეზობლები არ ყავს. მაგრამ ამ ხელა ქალაქში სახელის გათქმა და გავარდნა არ ეკნებოდა ხატვილი და მაგაზე მომიყვეთ თქვენ ერთხელ ხო მოგიყევ მოსული ვარ ორჯერ და ორჯერ იმ ხელა რიგი დამხვდა რომ აი ვიდექი რაღაც პერიოდი გავატანე მაინტერესებდა თან ვიცი ქართველები რაღაცა და მაინც ვერ გავქაჩე გაბრუნება მომიწევდა ხა მაინც შემოყვანეთ მანახი ხო და აი სანამ შევალთ მინდა რა მინდოდა მეთქვა იცი რომ აი აქ მე აღმოვაჩინე თურმე იყო ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ძველი ლაივ ბარი პაბი რომელსაც ერქვა ბრიჯ ჰაუსი რა ეს მაგისტრალი რო გაადიდეს ეგეც დაინგრა რა და ეგ იყო ლაივ ვენიუ სადაც Depeche Mode, მთელი ეს ძალიან ცნობილი ბენდები თავიანთ პირველ ნაბიჯებს დგავდნენ. ეს ისტორიას მოახავრა. ხო, ანუ ეს მერეს განვითარდა ეს ძალიან ცნობილი ისე რომ თუმე აქ უფრო ბევრად კულტურული მნიშვნელობა ქონია ამ ადგილს, ვიდრე ჩვენ ვიცოდით რა, აქამდე. დამოობა. ეს მოხდირო სტაფის წევრია. ხო, ეს ოჯახის წევრი არის. სტანი ქვია. Hello Stan. ანუ თავიდანვე იდეა იყო ის, რომ Fold-ი არასდროს არ ყოფილიყო კლუბი რა, ყოფილიყო მეტი ვიდრე კლუბი. ნახავთ არის 2034 სტუდიამდე, ეხა ხსნით ბიტების მაღაზიას, რომელსაც ერქვა Fold Records-ი, ასევე იქნება პატარა რესტორანი, სადაც ივენთების დროს ხალხი შეძლებს ჩავიდეს, საჭმელი ჭამოს და ეს ყველა სტუდია თითქმის შევსებული არის უკვე ჩვენ თნავაშენეთ ყველა აბსოლუტურად. ეს დეტალები აღარ ვიცოდი, ეს ბევრად დიდი ამბავი არის ხა ვიდრე მარტო რაღაცა. ხო, ყველაფერი ხელით, ანუ ამით ხელით და კიდე ჩვენი მეგობრების, ანუ სულ in-house არის რა, ანუ external მუშა არც ერთხელ არ ყოფილა Fold-ში. ერთი ელექტრიკი მოდიოდა ხოლმე მე მგონი შესამოწმებლად. ერთ შანსი რომ რაღაცა წარმატებას მიაღწიო აქ ამ იმაში რა ვქო მასშტაბში და კონკურენციაში არის ეგ რომ ბოლომდე მიუძღვნა თავი მაგას და რაღაცა შენ თვითონ აკეთო რა მაგაში იგებ ხა შენაც გააკეთე ხა მაგის ყველაფერში ვიღაც სისთვის გადაგიხადა ფული ძალიან გაჭირდებოდა საქმე ძალიან ბევრად რა და თვითონ იდეაც რა ისე შეიკრა საბოლოო ჯამში რომ გამოვიდა ძალიან სხვა მიმართულება ვიდრე აი მე და შენ რო კლუბში წავალთ რა და ანუ ეს უკან ეს საყოველთაო ადგილი სადაც ხალხი შეიძლება რომ ჩამოვიდეს და დასწდნენ და ცოტა მოწყდნენ ამ ყველა 24 საათიან სიგიჟეს არნი აი რავი ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა რა კი გითხრები რომ ძალიან საინტერესო არის და ძალიან ამბიციური თან რა სტეიჯი ამდენი არის ორი რომი არის ორი ოთახი არის ორი ოთახი არის მესამე ის არის რა ქვია ხანდახან მესამე ოთახი ხო არის ხოლმე რომელიც გარეთ არის ალბათ არა გარეთ არ არის აბა დღისით არის დღისით არის ოკეი მე ამ ფოლდი მეგონა რომ ეზო ქონდა და მანდ ამ ფოლდი არის დღისით და ანუ რა შვებით იცი ამ ფოლდის დროს DJ stage დგავთ შუაში ოთახის რა ანუ
ყველა არტისტი დგება შუაში და ქმნის ამ რაღაც სივრცეს რაღაც წრიულ სივრცეს, სადაც აი ყველა ერთმანეთს ხედავს, სადაც ყველა ერთმანეთს ენერგიას უწვლის და ასე შემდეგ. აბსოლუტურად სხვა გარემო არის. არა, ეთყობა რომ ესე არის რა, განსაკუთრებულად არის გაკეთებული და sound oriented რო არის, ეგეც ეთყობა. ეს ზემოთ ჩემი აწყობილი აკუსტიკური პანელები არის. ფაქტიურად თითქმის ჩემი მოგონილი აკუსტიკური პანელები არის. ამ სიხშირეებს წინიდანაც ხო იღებს და მე აი კედელზე რაც ხდება და კედლიდან რაც მოდის უკნიდან იმასაც ირეკლავს რა. ხო, ხაფანგი არის. ორმაგი ხაფანგია. თავიდან არავის არ ჯეროდა ჩემი რომ აი მოვიდი რომ აი რომ გავიგიჟე თავი რომ მეთქი აი აკუსტიკური პანელები მინდა ავაწყო და შუაში აქვს კიდე სიცარიელე რაც მე ეხმარება უკვე იდეალურად რაც გინდა კლუბში. იმიტომ რომ ეხლა ხო სტუდია არ არის, გვაქვს სტუდიაზე ალბათ 100-ჯერ უფრო ძლიერი საუნდი, რაც უფრო ძლიერი საუნდი გაქვს, მით უფრო მეტი ფიდბექიც ხო კედლებიდან აბსორბერი როგორ იქნება ქართულად? შთანთქავი. აბსორბერი უნდა იყოს შთანთქავი. ანუ რაც უფრო დაბალია სიხშირე, მით უფრო დიდხანს დგას, თუნდაც კუთხეში, თუნდაც ნებისმიერ ადგილას დროის ხანგრძლივობა რაც უფრო ეს დაბალი სიხშირე მეტხანს ძლებს, რომ შეამცირო, მით უფრო კარგი ხმა გაქვს რა ოთახში. ეგ როგორ მოხდა რა, როგორ გაიგეს თქვენ შესახებ ამ ხელა ქალაქში? აი ხა მაგათაც შენ ხო წარმოგიდგენია რომ ჩვენ აი ძალიან შორს ვართ რა ცენტრიდან. არა და აი ხა რო გახვიდე მეტროთი 20 წუთში ალბათ ცენტრში ხარ რა. რომელიც ლონდონისთვის არ არის შორი, იმიტომ რომ სადღაც საათიდან საათნახევარამდე გჭირდება რომ საათნახევარი თუ ხარ კომფორტული აეროპორტში რა. და თითქოს თუმედი ხარ კიდევ უფრო მეტი გჭირდება. ხო და აი ეგ ის ქონდა რომ აი თითქოს და შორს ხარ, მაგრამ სევდუაში არ ახარ შორს რა. და ანუ ისე გამოვიდა რომ ეს კლუბური ტურიზმი იმდენად არ შეგვეყო, იმიტომ რომ აქ თუ მოდიხარ, იცი რატომ მოდიხარ, იცი ვის მოსასვლელად მოდიხარ, იცი რა ხდება, თუ არ იცი გაინტერესებს თან არ როგორ სურათების გადაღება შევა, ვიდეოების გადაღება შევა, მით უფრო დიდი ინტრიგას ქმნის, ვისაც მართლა კლუბური გართობა აინტერესებს. ხო, მაგით კიდევ უფრო დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეხლა ესეთი კადრები და ეს მასალა სხვაგან არ იარსებობს. რეალურად ეხლა ონლაინშიც რო ნახო არტებს ბევრი ვიდეოს ვაფშე ვერ ნახავ ვერანაირს. რა სურათები კიდე რაღაცები დევს, რაც ჩვენ ისე ჩვენ ვაძლევთ უფლებას რომ გამოიყენოს ხალხმა და ასე შემდეგ რა. ხო, კარგია, ძალიან საოცარი რაღაც გაკეთებიათ მართლა ძალიან ასწორებს ეგეთი ამბავი. და ან მიდგომა თვითონ ეს თანასწორობის განცდა რა, ეს სადაც ყველაფერი ჩვენ ამ კლუბის გარეთ გვეუბნება რომ აი ისი რა, აი ჩვენ ყოფს ყველა სეგმენტებად რა, მთლიან ჩვენ ყველას აბსოლუტურად და აი განცდა იყო ფოლჩი რომ აი მაგალითად ჩვენ არ გვინდოდა რომ აი ეს რაღაც დაყოფა არ ყოფილიყო რა სოციუმის. კლუბი არ არის ბიზნესი და ეს თავიდანვე ყველამ კარგად იცოდა რა. უბრალოდ მე ისე მოხდა რომ ისეთ ხელში ჩავარდა ეს კლუბები რომ აი ეს აბსოლუტურად შეიცვალა მიმართულება და დანიშნულება რა და სწორად აი ამიტომ აქვს ფოლს ამ ხელ დიდი მნიშვნელობა რომ ეს არის ადგილი სადაც მე და შენ ერთად შეგვიძლია ისეთი დრო გავატაროთ თუნდაც აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობით რომ აი ერთმანეთს დაველაპარაკებით. აი ეს კიდე ტიპებს არ ევასებათ რა, მაგიტო ებრძვიან ყოველდღიურად, მაგიტო ცდილობენ რომ დემონსტრაცია მოხდეს კლუბების რა. მაგრა გაასწორა თქვენ მაგაცნობამ. ანალოგიურად. ანუ რა ხდება, ის მზე ხო იქეთ ამ მხრიდან ამოდის. ანუ პირველად შემოდის იმ ოთახში. მერე გადმოდის აქ და შემოდის ამ ოთახში. ანუ სადაც ეს დროის შეგრძნებაც ერთი ოთახიდან მეორეში გადადის მზის შუქით რა, ნატურალური შუქით. შენი კუთხე რო აქვს რაღაცა პატარა კლუბში, რაღაც უფრო ნაწილი ხარ რა ამ მოძრაობის და ეგ ასწორებს ძალიან მაგრად. რო იცი რა, მე აი ამ კლუბში მოდივარ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ვიკენდზე მოდივარ, ვიცი რომ აი რაღაც ჩემი კუთხე მაქვს რა. ეს არის ახალისის დიჯიტალ ლოკერები არის. აპზე უკეთებ ბუკინგს და მე მოგდის კოდი და იმ კოდით მე შეთო ნებისმიერ დროს როცა გინდა იმას აღებ და ხმარობ რა როგორც გინდა. მუსიკალურ ნაწილზეც რო ვილაპარაკოთ. იმდენი ტალანტია, იმდენი საინტერესო არტისტია ლონდონში, რომელსაც არ ეძლევა საშუალება მეც ეგრე ვიყავი რა, რომ რაც უფრო წყნარად და ჩუმად ხარ, მით უფრო არ გეძლევა საშუალება რა. ხო იცი როგორც ყოველთვის არ ვინც უფრო მეც ხმაურობს. იმათ უფრო ეძლევა შანსი და ზუსტად მაგის შეცვლა მინდოდა მუსიკალურად, რომ შანსი მისცემოდა ისეთ არტისტებს, აი ვინც მაგათად კუთხეში დგას და არ ყვირის რა. ეგ იყო რამაც განაპირობა ამ ფოლდის ესეთი წარმატება, რომ ამ ფოლდზე ლაინაპსაც არ ვდებთ რა, არავინ არ იცის ვინ უკრავს. და ნუ ვინც მოდის, ყველა უკვე იცის, რომ მუსიკა იქნება ძალიან მაგარი და არ აინტერესებს ვინ უკრავს რა. მე უკვე ახდენენ გაგებას ვინ უკრავდა, მე უკვე გაიგებენ აღმოაჩენენ არტისტებს და ასე შემდეგ რა. ქართველებს დაუკრავთ ფელოცებს? კი, როგორ არა. ძალიან ბევრს ხოთა შორის.
როგორ არის ვიზაზე შეიძლება შეიტანო, ხელფული გადაიხადო არ მოგცენ. 1-2 მითხრეს უარია, ეგ სანამ ჩაერთი 15 წლის სანამ ჩამოვიდოდი. მაგიტომ ვეუბნები, აი თუ აიღებთ ვიზას, მე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მე შეგვიძლია დავგეგმოთ და ასე შემდეგ. რა უფრო ადვილია, ვიდრე აქედან ჩვენ ვისკოთ და ასე შემდეგ. ვინც კი ჩამოვიდა და ვინც შემეხმიანა და ასე შემდეგ, ყველამ ფაქტურად ყველამ დაუკრა აქ რა. ხო იცი მეც სპორტის ხაზით გადაცემა რა კი ვართ, აი ეგრე არის ჩვენ ნაკრების ამბავიც ეგრე მოხდა, ხო იცი? 30 წელი წვალება მე 120 წუთი თამაში და ბოლო პენალტი რა ან ბოლომდე აკეთებ რაღაცას და გამოდის ან ერხება გზაში და კარგად გიჯიუტიათ ოი ცოტა ხანი აქ დააკვირდა ჩავუჭდეთ ანუ ეს ვთახი არის გული რა ხო ხდები ახლა რაც არის ამის გარშემო ამდენი ხანი აწვდი ამ პოდკასტს რავი აი ეს ჩამოვედი ალბათ სადაც 15 წელია ყველაფრის ძირი არის ალბათ მუსიკის სიყვარული იყო რატომ ინგლისში ჩამოვედი ეს ისეთი არის ბონუს კადრი ბონუს ოთახია ეხლა დაბლა ჩამაქვს სტუდია იმიტომ რომ დაბლა ვაშენებ ახალ სტუდიას უფრო დიდი იქნება შედარებით ამაზე იმიტომ რომ აქ რეალურად არ ვერ ვეტევი ყველაზე არ ვიცი თავი შეკითხარი რომ ყველა შეერთებულია კი ყველაფერი შეერთებული ხო აბა და კიდევ ბევრი შეერთების საშუალება ეს არის ოთახი სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებ ალბათ რა არის ეს რაღაც მუშაობა ყველაფერი კი ეს მაგრამ ეს რაღაც კრეატივით თუ არ შეავსე შენი მუშაობა მე უკვე აი მარტო მუშაობაში გადის ყველაფერი და მე აი ნენელა იღლები მე ნენელა უფრო კარგავა мотиваციას და ეს რაღაცა კრეატივით თუ არ შეავსე ეს რაღაცა ძალიან ბევრი შრომა მე უკვე რთულია რა და აი იყო ეს мотиваციის წყარო ეს мотиваციის რაღაცა ოთახი რომელიც აი ყოველთვის გეუბნება რომ აიცი რა აი ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი რაღაცები გავაკეთოთ გავაკეთე 5 სტუდია და დანსფლორი და ტერასა რა ანუ ეგ იყო მთელი ფოლდი თავიდან მაგრამ მე რა მოხდა ისი კოვიდის შემდეგ უკვე ყველა წავიდა აქედან რა ვეღარ იხდიდა უკვე ქირებს და ასე შემდეგ რა და დამჩაესთერი შენობა დამიტოვეს ეს რაღაცა დიდი ელექტროენერგიის დავალიანება შუქები ჩამიჭრეს რაღაცა ხალხი ისა რა ქვია რაღაც ტიპები შემოდიოდნენ რაღაცეებს იპარავდნენ და მომიწია გიქირაობა გენერატორს წარმოვიდნენ 1 წელი მთლიანი შენობა ქონდა გენერატორზე ანუ ეს ტერასა არ არსებობდა აქ რა მე გავაკეთე შენობის პატრონას არ იცოდა რომ აქ ტერასა იყო რა რომ მოვიდა ვაუ აქ ეს რა ტერასა სახურავი გამოსწორი არ ქონდა საერთოდ ოკეი და აქედან ეგრევე გამოვჭერი და ისე გავაკეთე რომ ტიპი რომ მოვიდა ვერც მიხვდა რომ აქ არ იყო ესა რა არასდროს არ ყოფილა ვაჰ ვიდი რა სიონზეც მითხარი სიონის ამბავიც მომეყევე ხარ საიდან ეს საუნდ სისტემის გაკეთება რა მოგაფიქრე ანუ ესე მოხდა რომ საუნდ სისტემ სესიაზე წავედით კონკრეტულად მე და ჩემი მეუღლე ბრეიქს უკრავდით რაღაცა ბეის მუსიკა და საქართველოში იმ ხმაზე რაც ქონდა იქიდან გამომდინარე გვეგონა რომ ოკეი ვიცოდით ეს მუსიკა როგორ ჟღერდა და რაღაც და ეს მივედი სესიაზე და იქ მომასმენინეს ტრეკი რომელიც მე კარგად ვიცოდი მოსმენილი მქონდა ძალიან მიყვარდა და თავიდან მომასმენინეს ეს ყველაფერი და მივხვდი რომ რავი აქამდე რაღაც შავ-თეთრ პატარა მაშინ რა ქვია ეკრანში უყურებდი ჩემს საყვარელ ფილმს და მე მომხვდა ეს 7D experience თავისი წნევი თავისი ყველაფრით და რა ვიტირე ჩაულებრივად მივხვდი რომ ეს ყველაფერი არ ვიცოდი და დავიწყეთ ანუ რაღაცას რო ნახავ და აი ამას წავიღებ და აი ჩემ მეგობრებს ვანახებ აი რაღაცა ეგეთი experience იყო პირველი და დავიწყეთ ამ საუნდ სისტემაზე ფიქრი, სიარული, ბევრი ევროპის და არა მარტო ფესტივალები შემოვიარე, რომ კონკრეტული speaker box-ი ან 5 დინამიკის დიზაინი ის რაც მე მინდოდა მეპოვა remotely და მივსულიყავი მომესმინა. მოკლედ ავაწყეთ საუნდ სისტემა. აქ ქონდა 2 სესია Fold-ში. Flyers-ზე Fold-ის დაწერა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ლიცენზია არ ქონდა და ის იყო რა ქვია post-code-ი ეწერა და ეს ხალხთან რომ ანუ Flyers მე ვარიგებდი ჩემ სესიაზე, ანუ წესი არის რაღაც ეგეთი რომ ანუ ფულს არავის არ უხდი, შენით თუ გინდა, შენით უნდა დაარიგო და სესიის გარეთ გეხარ, ჩოლებთ დაარიგებ და ეს ახალი კლუბი რო არის, ყველა ინტერესდება რომ
სხვა სად არის და postcode-ით რო ეუბნები E16 4SA და რა ქვია, foldi რატო არ გიწერიას. მოდი და მახსოვს 13 იყო პარასკევი და ძალიან ბევრი elderly, ანუ რასტამანი არ მოვიდა რა, 13 პარასკევი. და მთელი მუღამი არის იმის რომ აი შენ რომ მოხვალ როგორც არტისტი, ანუ ტრეკს რო წერ, იცი რა სიხშირე დევს და უმეტესწილად კლუბში რომ მოდიხარ, ან A sound system არ გაძლევს მაგის საშუალებას რომ ის დაუკრა, ან B ხმის ინჟინერს აქ მოჭრილი, იმიტომ რომ ბოსი უტრაკებს რომ რამე რომ დაიწვას, ანუ იმ დროს შენ sound-ს ამუშავებ 100%-ით. კლუბში 100%-ით sound-ი ძირითადად არ მუშაობს ხოლმე. არ გააწითლოს რა იქ ბაზარი. ხო, და ნუ აქ ყველაფერი არის იმ ქვედა სიხშირეებზე, რომელიც ფიზიკურად არ გესმის და გრძნობ და თუ არა უწიებ საფს, აქედან გამომდინარე ვერ იგრძნობ და ნუ არტისტიც იმას ვერ გრძნობს, რასაც დებს. ჩავაწყეთ ყველაფერი, დავაფაქინგეთ და გამოვშვით თბილისში. და 2018-ის ბოლოდან sound system-ა თბილისში არის, უკვე მე-7 წელი გამოდის. ორი ახალი ისტორია აუმატეთ ეპიზოდს. დიდი მადლობა. მასპირეკისთვის და მაგ რაღაც შეუპოვრობისთვის. თან რაღაცა იქ ქართული ამბავი აქ ეგეთ მასშტაბში ეგეთი ხარისხი და ეგეთი მიზნით და ფასეული არის როგორი ჟანრის გადაცემას უნდა მოგეთებდეთ რა. თორე იდეა სპორტსმენებს დაუყვებით, სადაც თამაშობენ, მაგრამ აქ თქვენ გასაცნობად მოსვლა ნახეთ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. გაასწორა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ეს ეპიზოდიც გავიდა ბოლოში და აი ბოლოს სპიჩს ლონდონის ყველაზე iconic თუ ტურისტულ ცენტრში ვწერთ. ერთად ესეთი ადგილები არასდროს არის ხოლმე, მაინდა-მაინც საინტერესო, იმიტომ რომ ბევრი გაკურებული ადამიანით არის სავსე. თუმცა და ფინალის ჩასაწერად მაინც ალბათ მეტნაკლებად კარგი ადგილი არის. ეს იყო ალბათ ყველაზე უცნაური ეპიზოდი გასული შეხვედრების ისტორიაში, იმიტომ რომ არ ყავდა ერთი მასპინძელი, ერთი სპორტსმენი, რომელიც აქ თამაშობს. თუმცა მაგიტომაც გამოვიდა რაღაცა მრავალფეროვანი. ამ ეპიზოდის განმავლობაში მთავარი რაც დავინახეთ არის ის, რომ როგორი პატარა ქართული ქალაქიდან და სოფლიდანაც არ უნდა იყო, სოფლიოს ჩემი აზრით ყველაზე მთავარ ქალაქშიც, სადაც თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, შეგიძლია მიაღწიო წარმატებას. ოღონდ ამისთვის მთავარია რომ გჯეროდეს იმის, რაც დაკეთებ და არ დაიშურო ამ მიზნის ასასრულებლად არანაირი ენერგია და არ დანებდე.